არც ერთი ქალისთვის არ არის კომფორტული დაშორების პროცესში აგრესორის სტატუსით შესვლა. აბსოლუტურად ყველა სცოლს, რომელსაც დაშორება უნდა რომ ან შენი ხვეწო არ დამშორდეო, ან გაფსიხდე და დედის ტრაკი აგინო. ორივე ვითარება მისთვის მომგებიანია, იმიტომ რომ მალევე ბავშვები, მშობლები, კოლეგები, მეგობრები ჰკითხავენ მას, რატომ დაშორდიო. თუ შენი ხვეწები მას არ დავშორდეთო, მაგით ადასტურებ, რომ ის არის მართალი, იმის მიუხედავად, რომც გამოგონილი იყოს მისი პრეტენზიები. თუ გაფსიხდი და აგრესიაზე გადახვედი, ხომ თლად უკეთესი, აგრესორ არაადეკვატურ მამაკაცს დაშორდა. და თუ შენ ეს ორი შეცდომა არ გაქვს დაშვებული, მას სოციალურად მისაღები პასუხი აღარ აქვს, თუ რატომ დაგშორდა. ზუსტად ამიტომ მთელი სოციალური და ფსიქოლოგიური ტვირთი მალევე მას დააწვება. ზუსტად ამიტომ დაშორების პროცესში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შენი პროვოცირება მოახდინოს და ფართომასშტაბიან კონფლიქტში შემოგითრიოს, სადაც შენს ემოციებს ვერ გააკონტროლებ, სადაც შენ აგრესიულად მოიქცევი. ზუსტად ამიტომ ის შუაღამეს, როდესაც შენ სამსახურიდან დაღლილი და კანცული მოხვედი სახლში და დასაძინებლად დაწექი, მოვა და გეტყვის, შენ მე არასდროს ყვარები ვარ, მე შენზე დავხარჯე ჩემი საუკეთესო წლები, შენ ჩემი ცხოვრება გაანადგურებ, გეტყვის და ტირილს დაიწყებს. შეიძლება სპეციალურად დაიწყოს იმდენად ხმამაღალი ტირილი, რომ ბავშვები გააღვიძოს და რაც უფრო მშვიდი იქნება შენი რეაქცია მის მაგ პროვოკაციებზე, მით უფრო სასტიკად მოგაწვება, რომ შენი პროვოცირება მაინც მოახერხოს და ემოციებზე აგაგდოს. ის ძალიან პროვოკაციულ რაღაცებს გეტყვის, მაგალითად იმას, რომ ბავშვები ასეთი მამის გარეშე უკეთესად გაიზრდებიან, ან დედა ჩემი მართალი იყო, როდესაც შენზე მეუბნებოდა ასეთი და ასეთიაო, რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა მოხდეს. შენ ვალდებული ხარ, რომ სრული სიმშვიდე შეინარჩუნო და სერიოზულად არ მიუდგე მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ ეგ არის გადამწყვეტი მომენტი. შენს რეაქციაზეა დამოკიდებული, თუ რად გადაიქცევა შენი ცოლი მომდევნო 6 თვის განმავლობაში. რიგითი დებილი ქალი გახდება, რომელმაც ოჯახი დაანგრია და ბავშვების მომავალი გაანადგურა. თუ მსხვერპლი იქნება, რომელიც აგრესორი მამაკაცისგან გამოიქცა და განთავისუფლდა. აი, ამიტომ არ შეიძლება მამაკაცისთვის ემოციური გამოხტომები. შენ ნებისმიერ ვითარებაში უნდა შეინარჩუნო მშვიდი ხმის ტონი. რაც არ უნდა ქნას და რაც არ უნდა გითხრას, მხოლოდ მოკლე და საქმიანი პასუხები უნდა გასცე. არც თავი არ უნდა იმართლო და არც ფეთქებადი ხასიათის დემონსტრაცია არ უნდა მოახდინო. თუ ტირის მიეცი ქალს საშუალება, რომ ბოლომდე იტიროს, უბრალოდ არ ჩაერიო, არც დააწყნარო და არც გაბრაზდე. თუ გადანაშაულებს რაღაცებში თავის მართლების რეჟიმში არ გადახვიდე, უბრალოდ თავი დაუქნიე და წადი. თუ შენს პროვოცირებას ცდილობს, უბრალოდ უთხარი, რომ გასაგებია ჩემთვის შენი პოზიციაო, მიბრუნდი და წადი. ხოლო თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ გემუქრება, შვიდად და წყნარად უთხარი, ისე შეგიძლია მოიქცე, როგორც ჩათვლის სწორად და საჭიროდო და ასევე მიბრუნდები და მიდიხარ. მაგ ვითარებაში ეგ ყველაფერი სრულიად საკმარისია. შენ მეტი არაფერი მოგეთხოვება. ხოლო თუ გინდა, რომ ბევრად დეტალურად გაერკვიო, გირჩევ ურთიერთობის მმართველის შემეცნებას. თავისთავად შენთვისვე უკეთესი იქნება თუ ყველა დახურულ ვიდეო ლექციას შეიმეცნებ. ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.